მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი დარასელია, მინდა მოვიკითხო, აუცილებლად მინდა მოვიკითხო, ის ადამიანები, ვინც გასასწელსაში ინახართ, პატიმრები და უცხოეთში მყოფი ჩვენი ულამაზესი ადამიანები, ბედნიერება და სიხარული მინდა გისურვოთ და მალე სამშობლოში დაბრუნება და აი ესეთ ქვეყანაში რო გეცხოვროთ, რომ ყველაფერი აი ისე ყოფილიყოს, რომ ღმერთისთვის დრო გქონოდოთ და ღმერთთან მისულიყავით ისე, რომ თქვენი პრობლემები არ გქონოდეთ და უბრალოდ აი ისე რომ მიხვალ, ხო იცი ღმერთთან, რომ აი უფალო რამეში ხო არ გჭირდები აი ჩვენ სამწუხაროდ დღეს ისეთი სიტუაციაა რომ ყველა მივდივართ რაღაც ათხოვრით, რაღაც პრობლემებით დატვირთული და რაღაც აი ამ ცოდვებით, იმით და აი ყველაფერი შემსუფებელობაში აი როგორ უნდა ღრმად ჩავიხედოთ დღეს მამა გიორგი ყავს ჩაჩავა რატომ მოვიყვანე იმიტომ რომ ეს ადამიანი ყოველთვის იხედება ხოლმე ღრმად და ისეთი რაღაცები ამოაქვს ხოლმე სახარებიდან ჩვენი ცხოვრებიდან რომ ბევრი ადამიანს შეიძლება ეპარება რა ეს მომენტები და ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი მოკლედ და ძალიან მიხარია რომ ეს არის ჩვენი სტუმარი დიდ მადლობას მოგახსენეთ მამაო და ისე მიხარია ხოლმე თქვენ მოდიხართ ახალ იმლე რაღაცას ვიგებ ხოლმე და ისე ღრმად ჩადიხართ რაღაც თემებში რომ აი ესე უნდა იყოს ყოველი ადამიანი მამაო და მაშინ უფრო ბედნიერი იქნება რა და თუ შეიძლება მამაო აი როგორი უნდა იყოს ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა და აი როგორი ქრისტიანი უნდა ვიყოთ ჩვენ რო ღმერთი გავახაროთ და ის გავაკეთოთ რაც მართლა რეალურად სახარებაში წერია და არა ჩვენ რო წერთ ის იმ სახარებით ვიცხოვროთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მინდა შევერთე ყველა თქვენ აი მას პატიმრების მიმართ უცხოეთში ყოფების მიმართ თანადგომა ჩემი და დიდი მადლობა მოგახსენოთ რომ ჩვენ გვაქვს საშუალება აი ამ ხელა დიდ აუდიტორიასთან რომ გქონდეს კონტაქტი და გამოვხატოთ აი ის ჩვენი აზრები, რაც ჩვენ გვაწვალებს, იმიტომ რომ მე აქ როგორ მოვდივარ, იცით, რანაირად მოვდივარ. შეიძლება გაგეცინებათ, როგორც აი ის რაც მე მაწვალებს, რაზეც მე ვფიქრობ, რასაც ვთვლი რომ ვერ გავაკეთე, არ გავაკეთე, ან უნდა გამეკეთებია იმ ახალგაზრდობით, რაც ის დრო გავფლანგე, უაზროდ რაღაც ამ ქვეყნიური ფუსფუსში და ასე შემდეგ ნაკლებად ეფექტური რაღაც ინსტრუმენტები გამოვიყენე ღმერთთან ურთიერთობის აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მე ახლა გავიაზრე ანუ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი კიდე მომიწევს რომ გავიაზრო მაგრამ ის რაც გავიაზრე მინდა აი უბრალოდ გითხრათ, მოგიყვეთ, გადმოგცეთ და რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არის უნიკალური, აქედან გამომდინარე, რომ მე არ მინდა არავინ არ იფიქროს, რომ ახლა მე მთლად გამზადებული რეცეპტი მოგიტანეთ, იმიტომ რომ მაგრამ შევეცდებით, რომ აი ზოგადად, აი მე ვთვლი რომ მე ვარ საშუალო არითმეტიკური ქრისტიანი. და ის საკითხები რაც მე მაწუხებს გასაგებია უნდა გაწუხებდეს თქვენ ყველას გასაგებია მე არ ვარ იმ ფორმატის ადამიანი რომელიც მე ახლა მახსენდება 92 წელს ვდგევარ ჩემთან ტაძარში და ამოვიდნენ ცოლქმარნი და მოვიდნენ და მეუბნებენ მამა გიორგი თქვენთან სერიოზული საღვთისმეტყველო შეკითხვა მაქვს. ნუ მე მიხარია ყოველთვის საღვთისმეტყველო ისას ღვთისმეტყველება ყოველთვის ჩემი რაღაც იყო პროფესია არის და მე გახარებული უსმენ და ეხლა ცოლქმარი იმას მისვავენ კითხვასო. აი მამა გიორგიო აი ეხლაო ჩვენო მიცვალებულზეო რამდენი ცხვარი უნდა დავკლათ და მამაკაცი მეკითხება 3-ო ტყობა უნდა რომ 3 დაკლან და ცოლი კიდე მაინც ის არის რომ ძალიან არის ამ თუ 1-ო ცოლი მეკითხება
ხო და მე უთხარი რომ არც ერთი ეს რო უთხარი ორივენი ისეთი გაბრაზებული თვალებით შემომხედეს და გაიქცნენ ჩვენი ტაძრიდან ხო გასაგებია რომ ეს რა თქმა უნდა ეს თუ ვიღაცას ასეთი თემები აინტერესებს რა თქმა უნდა ეს ჩვენ არ გვეხება ხო რა თქმა უნდა ჩვენ უკვე დიდი ხანია ჩვენ უკვე საერთოდ ამას უნდა გაცდეს ჩვენი ქრისტიანი კაცობრიობა უკვე ისეთ პირამდე მივიდა რომ ჩვენ უკვე არც ერთი წამი არც ერთი ის არა გვაქვს სეზონი არავითარი შანსი არ უნდა დავკარგოთ და ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი დრო აქვს და აი მე მინდა მაგ ესეთ მე რუსული გაათლება მაგ მიღებული ამიტომ ძალიან მიყვარს ასეთი კრილოვი ასეთი იგავე და მან დაქვს ასეთი ძალიან კარგი ისა муравьи стрекоза и муравей да попрыгуни стрекоза лето красное пропела оглянуться не успела как зима катит в глаза სარი ძალიან მაგარი გამოხედვასაც კი ვერ მომაწყდა აი ძალიან მაგარი აი ძალიან სწორი ძალიან ღრმა აზრი არის განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხება რომ იცით მეც რო ახალგაზრდა ვიყავ ეს არის ყველა ახალგაზრდის ავანტყოფობა რომ ჩვენ გონია რომ ძალიან ბევრი დრო გვაქვს აი ზუსტად ყველაზე დიდი პრობლემა ძალიან ბევრი დრო გაქვს და თურმე დრო არ აქვს აი ასე ვერ მოასრო მაგანე გახედვაც კი ზაფხული იყო შვენიერის მდგომარეობა იყო და ზამთარიც მოვადგა სუსტად არ იყო მზად ამ ზამთრისთვის და რაც მთავარია ეხლა ყველასთვის დადგა ზამთარი იმ ჭიანჭველასავიცთვისაც დადგა მაგრამ ის იყო მზად ამ ზამთრისთვის და ეს არ იყო მზად და ამიტომ მე ესე იგი იცით რა არის სხვათა შორის მე აი ძალიან მომწონს ეკლესიასტი ძალიან მომწონს და ხშირად როცა რომელიღაც მრევლი მოდის და რაღაცა გარკვეული პრობლემებით მე მას ვესაუბრები მაგრამ როგორც საშინაო დავალებ მე მას ვაძლევ ასეთ იმას თხოვნას რომ წადი და ეკლესიასტი ასე თუ ის თავი წაიკითხე და აი ხლა მე მინდა წაგიკითხოთ ერთი გენიალური თავი ეკლესიასტისგან საიდანაც აი ყველაფერი ჩანს ყველა ჩვენი პრობლემა ჩანს აი მოდით ნახეთ აი ეკლესიასტი ხო ნახეთ რას გვიწერს ეკლესიასტი ეს არის მერვე თავის მეხუთე მეექვსე მეშვიდე მუხლები ნახეთ ეს იცით რა არის მე როცა აი ესეთ რაღაცას ვკითხულობ მე ვჩერდები აი რაღაც იმაში ვარ მე კიდე ისევ ვკითხულობ და გრძნობ აი ამ სიტყვების ენერგეტიკას ნახეთ რას წერს ცნების შემნახველს ავი საქმე არ შეემთხვევა ჟამსაც და წესსაც ბძენ კაცის გული გრძნობს ჟამსაც და წესსაც ვინაიდან ყველაფერს ჟამი და წესი აქვს ადამიანის უბედურება კი ის არის რომ მან არ იცის რა მოხდება ან ვინ ეტყვის მას როგორ მოხდება აი ნახეთ ჟამი და ანუ ყველაფერს აქვს ჟამი და წესი აი ეს არის ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველაფერს აქვს თავისი სეზონი და არ შეიძლება იმის გაცდენა ყველაფერს აქვს თავისი წესდება თავისი რიგი და კანონი და იმისი გაცდენა შეუძლებელია იქიდან გაქცევა შეუძლებელია აი ზღვარი ისაც აქვს დაწესებული აქვს თავისი საზღვრები და ღმერთმა ქნას ოდნავაც თუ გამოდის თავის საზღვრებიდან ნახეთ რამდენი უბედურება მოყვება მაგრამ ეს არის რამდენიმე მეტრი დრო გამოდის 5-6 მეტრითაც რო გამოდის თავისი საზღვრებიდან უკვე რამხელა უბედურება ხდება ჩვენ ვიცით ადრე რამდენი ის მოხდა ხო ადამიანიც ეგრეა ხო ყველაფერს ცხოველთა სამყაროს თავისი წესდება აქვს ყველაფერს აქვს თავისი წესი და ჟამი და როგორც ადამიანს ხო არსებობს ასაკი როცა ვართ არასრულწლოვნები რაც შეუძლია არასრულწლოვანს
არ შეუძლია სრულწლოვანს და პირიქით რაც არასრულწლოვანს არ შეუძლია სრულწლოვანს შეუძლია და ყველაფერს აქვს თავისი ჟამი და სეზონი და თუ ჩვენ ამას არ შევხედეთ ამას არ უყურეთ ხო მაშინ ეს იქნება ძალიან დიდი პრობლემები ანუ ადამიანი მე მინდა გითხრათ რომ ბიბლიურად ადამიანი იბადება კონკრეტულ კონტექსტში ანუ იმაში ჩადებული არის რომ მამა გიორგი ჩეჩევა და გიორგი დარასელია უნდა დაბადებული იყვნენ მე-20 და მე-21 საუკუნის იმაში აი ამ სამყაროში ეს არის ღმერთი განაწესებს აი ეს არის ღმერთისგან განაწესებული ჩვენ ამას ვერ ვირჩევთ ჩვენ შეგვეძლო აგვერჩიეთ დღეს რომელი ტანსაცმელი ჩაგვეცვა ხო? ხო, გქონდა არჩევანი შეგიძლია სხვა ნახურა ჩამეცვა, კიდე სხვა ფერის, კიდე სხვა ჯვარიც ამაკ, სხვა ჯვარი გამეკეთებია და ასე შემდეგ. თქვენ სხვა პერანგი ჩაგეცვათ, ხო? სხვა სათვალე გამოგეყინებიათ. ეს ჩვენ შეგვიძლია, ეს ჩვენ არჩევანში შედის. ეს პირადი თავისი. პირადი. მაგრამ ის რომელ ეპოქაში დავიბადებით ჩვენ და რომელ სამყაროში ეს ამას ჩვენ არ ვირჩევთ. ეს არის ღმერთისგან ჩადებული. ზოგიერთი იბადება სომალიში. ზოგიერთი იბადება მაძღარ შვეიცარიაში. ხო? მაგრამ ორივე ვალდებულია რომ ღვთისნება აღასრულოს. კი, გასაგებია ხშირად ადამიანი მორწმუნე, ცხოვრობს ეკლესიურად, ძალიან წესიერი ადამიანია, მაგრამ ის იბადება ძალიან ისეთი ღარიბ და ისეთ ქვეყანაში და ამიტომ მას უწევს თავის ხალხთან ერთად, რომ აიტანოს ყველა ეს სირთულეები. მაგრამ ეს ყველაფერს ღმერთი ხედავს. და ამიტომ ეს ჟამი და წესი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ესეთ რა არის ადამიანი არის ესეთი არსება რომ როდესაც ჩვენ რაღაცას არ გავაკეთებთ მე ვნანობთ ხო უი აი ეს რო გამეკეთებია იმიტომ რომ არ ვიცით რა იქნებოდა ხო არ ვიცოდით რა ნეტავი ეს რო მე გამეკეთებია აი ახლა ხო მამა ადამიანი ძალიან ბევრი რაღაცა. აი ხა თქვენ მაგალითად 20 წლისას რაღაცას რო აკეთებდით, ეხა დღეს რას აი გადაფასება რომ მოხდა თქვენი ცხოვრების, ხო ჯერ კიდე წინ გაქვთ ამისთვის, მაგრამ მაინც აი რას ნანობთ, აი რას ურჩევთ, აი მაგალითად იმასაკის ადამიანებს, რაც თქვენ გაიარეთ, რომ აი ამ აქ ამოსახვევში ესე არ მოუხვიო, იმიტომ რომ აი სავალალო მდგომარეობა შეიძლება აღნიშნო. რა უფრო იმოქმედა და იქონია თქვენ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი დრო ფუჭად დავკარგე. ხო აი ეს ხო ყველაზე იმიტომ რომ და სხვათა შორის მე რა თქმა უნდა გარკვეული ყოველთვის მე ვარ სოციალური ადამიანი და რაღაც მომენტში ყოველთვის იმედს ვამყარებდი რომ ასე თუ ისე რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ვართ მეორე მოსვლის მოლოდინში ვართ გასაგებია რომ ჩვენ გვესმის რომ მეორედ მოსვლამდე არაფერი არ გამოსწორდება ეს ესეთი ხუმრობაც არის თუ შენ გაიღვიძე და არც არაფერი გტივა არც გაწუხებს რაღაც პრობლემები გაქვს არც არაფერი სიმას ნიშნავს რომ შენ გარდაიცვალე და ხარ უკვე 60-ში თუ ამ დედამიწაზე ხარ ისე სულ რაღაცა ხო და თუ პრობლემები გაქვს რაღაცა ესე ისევ აქ ისევ აქ ხარ ამიტომ დილით თუ გაიღვიძე და რაღაცა პრობლემები გაქვს ესე იგი და დარწმუნებული იყო რომ აქ ხარ ჯერ კიდე ხო მაგრამ რა ხდება იცი მაინც მე რაღაცნაირად ყოველთვის ფიქრობდი რომ შესაძლებელია რომ რაღაცა სოციალურად რაღაცები გაკეთდეს ქვეყნის მოწყობის დონეზე ასე შემდეგ. ნუ რა თქმა უნდა, რაღაცები მართლაც ასე არის, იმიტომ რომ ეს თუ არ იყოს, ახლა დღეს პრაქტიკულად წარმოვიდგინოთ ელემენტარულად რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის საკითხი რო არ ყოფილიყო გადაწყვეტილი, ჩვენ ამ გადაცემას ვერ ჩავატარებთ, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, ადამიანი დამოკიდებულია რაღაცა იგივე სოციალურ სტაბილობაზე. ეს სტაბილურობა აუცილებელი არის. იმიტომ რომ აი დავუშვათ აღორძინების ხანა, ხო? ევროპაში როდის მოხდა? როცა ევროპა ომები ცოტა უფრო ნაკლები ქონდა და ფინანსურად შედგა, ხო? მთელი ეს აღორძინა, ეს მთელი ეს მხატვრობა ჩვენ რაც ვიცით ეპოხა ვაზრაჟენიას რაც ეკუთვნის ყველაფერი რით იყო იმიტომ რომ ისინი თავისით ვერ დახატავდნენ
რომ მათ არ მიიღოთ შეკვეთა, არ მიიღოთ ფინანსები, არ მიიღოთ ეს სივრცეები, მოთხოვნადი არ აშენებულიყო ეს დიდი ტაძრები, რომლის მოხატვაც იქნებოდა საჭირო, რომლის სტრუქტურის ესა თვითონ მშენებლობა, ეს არქიტექტურა. ანუ რა თქმა უნდა, ადამიანი დამოკიდებული არის ფიზიკურ საგნებზე და ეს აუცილებელია და ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის ვლოცულობთ ჩვენ სახელმწიფოზე რომ ჩვენი სახელმწიფო იყოს სტაბილური, ძლიერი, შემდგარი, ფინანსურად ძლიერი და რაც მთავარია მას ჰქონდეს კაი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან და ეს რა თქმა უნდა ძალიან აუცილებელი, იმიტომ რომ გვინდა თუ არ აისახება ხო ადამიანზეც. გვინდა თუ ჩვენ არ გვინდა, იცით, ამაზე ახლა საუბარი ცუდია თუ კარგია თუ ეს ის არის, მაგრამ არსებობს რეალები. და აი ამ რეალებიდან გამომდინარე ჩვენ დღეს ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი, გლობალური ეკონომიკური სამყაროს ნაწილი. და ვერ გაიქცევი. ვერ გაიქცევი, ეს არის ის რეალობა დღევანდელი. ხვალ რაც იქნება, ზეგ რაც იქნება, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში აი ის რასაც ჩემი თვალი ხედავს და რასაც მე ვხედავ, ხო? ჯერჯერობით ჩვენ ასეთი სამყარო, ასეთი მწირი შესაძლებლობებით რაც ჩვენ გვაქვს, ხო? ჩვენ დამოუკიდებლად და ვერ დაუპირისპირდებით მთელ სამყაროს და ვერ ვიქნებით დამოუკიდებლები. ეს რეალობა არის და იმ რეალობას უნდა ძალიან რეალურად შევხედოთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს რაც ხილული, მაგრამ უხილავი რა თქმა უნდა ყველაფერი ღმერთის ხელში არის. და მე მინდა გითხრათ რომ იცით რა არის, აი ეს ქმედება, აი დროულად ქმედება, ხო? ეს არის ძალიან საინტერესო და ამასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო მომენტი რა გიჩვენებია რომ ძენმა კაცმა იცის დრო და წესდება. აი ეს ფილიპეს, მოციქული ფილიპეს ისტორია არის აი ძალიან ნიშანდობლივი რა. რომ არ მოგიყვეთ არ შეიძლება. იყო ასეთი ეთიოპელი მაღალჩინოსანი, რომელიც ძალიან დაინტერესდა ჭეშმარიტი რელიგიით. და მას აინტერესებდა ძველი აღთქმა და განსაკუთრებით იესო ქრისტეს შესახებ და ყველაფერი, მაგრამ ეს არის ის პერიოდი, როცა ჯერ აი ქრისტე ახლახანს ამაღდაზეცა და აი ეს მოციქულებმა რო დაიწყეს მოღვაწეობა და ეკლესიების დანერგვა. და ჯერ რა თქმა უნდა ძალიან ნაკლები ინფორმაცია ეს დღესაა რომ ჩვენ შეგვიძლია უამრავი ინფორმაცია მივიღოთ, წავიკითხოთ და აი ეს კაცი უბრალოდ ეძებდა ამას. სულ ეძებდა და რაც მთავარია ვერ პოულობდა. იმიტომ რომ ეს იყო 12 მოციქული და თუ შენ ამხელა იმაში სამყაროში თუ არ იცნობდი 12 მოციქულს, იმ მომენტში შენ ინფორმაციას ვერსაიდან ვერ გამოიტანდი. თორე ეს ეპისტოლებიც ეს ყველაფერი დღეს რო დაბეჭდილია და გავცელებულია, ისინი რო წერდნენ იმ ეპისტოლეს, ხო? იქ ჩადიოდა ეს ერთი ეგზემპლარი დაიწერებოდა, იმას ჩაიტანდნენ და ის რაღაც ვიწრო წრეში ეს იქნებოდა განიხილებოდა და წაკითხული რა. და აქედან გამომდინარე, მას ძალიან უნდოდა, გულით უნდოდა და ღმერთმა დაინახა ამ ადამიანში, რომ ეს ის ადამიანია, ვისაც ეკუთვნის დახმარება. და მოციქულ ფილიპეს ეცხადება და ეუბნება, შენ ახლა დილით ადექიო, ჩაიციო და წადიო იერუსალიმის გზაჯვარედინზეს გზა, რომელიც მაშინ ყველაზე ისეთი ინტენსიური გზა იყო იერუსალიმიდან ჰაზამდე, დღესაც გაზა ხო იცით როგორი ის არის, ყველა სექტორი და მაშინაც ეს იყო ისე და სხვათა შორის იყო ძალიან ისეთი მოძრავი ქუჩა იყო. გზა, უფრო სწორედ. და ღმერთმა უთხრაო, წადიო. და აი გზაჯვარედინზეო, ეტლით გამოივლისო ეთიოპელიო. და ადექიო ჩაუჯექიო მასო იმეთშიო. პრაქტიკულად ნახადო ჩაუჯექიო. და აი ყველაფერი რაც კითხვებია განუმარტე და უხსენი რაც თქვა ქრისტიანობა. და მაგრამ წარმოგიდგეთ როგორი ამოცანა არის. იმ ეთიოპელმა არ იცის რომ ფილიპეს ეს ბრძანება აქვს მიღებული. ის ჩქარობს და თავისი ამეტლით ამ ცხენებს რა იმათ ქრობ აჩქარებს და მიდის ჰაზაში. და მან უნდა გაიაროს აი რაღაცა წერტილი. სადაც გადაკვეთა უნდა მოხდეს. სადაც უნდა მოხდეს ფილიპესთან გადაკვეთა. და ფილიპე მოდის იქ.
და ზუსტად როცა აი ეს იმ ეფიოპელის ეტლი იქ შემოდის იმ გზაჯვარედინზე, შემოდის ფილიპე. და ფილიპე აი სული ცნობს, რომ ეს ის ადამიანია და პრაქტიკულად ოდნავ შეჩერებულ იმაში ეთში ჯდება. და ნუ ყვება მას, ნუ ეს უკვე ცალკე საკითხია, რასაც ყვება, მაგრამ თვითონ აი ეს მომენტი ნახეთ ეს იგრო ყოფილიყო რომ დაუშვათ ის ეფიოპელი სადღაც გაჩერებული აი მეტლი დაელოდება სხვა არის მაგრამ ის მოდის და წარმოიდგინეთ იმ გზაზე გამოსული და ფილიპე გამოსული სახლიდან ანუ საკმარისი იყო რომ ფილიპეს ნახევარი წუთით რომ დაეგვიანებია 20 წამით ისინი ვერ შეხვდებოდნენ აი რაც რომ ჩვენც არ უნდა დავაგვიანოთ ხო ამით არის ხო იმან თქვა რომ ძედმა კაცმა იცისო ესე იგი დრო და წესდებაო ხო აი ეს დრო აი წარმოიდგინეთ იმას ცოტა ის ვიქრა მოდი ახლა მე ჯერ ცოტა კარგად პირს დავიბან ან ცოტა რაღაცას უფრო ჩავიცმებ სათანადოდ ან რაღაცას მოდი ერთი გასვლის წინ ერთ-ორ ლუკმას გავტეხავ შევჭამ ან რაღაცა და ისე გეუბნები ან გზაში რომ ოდნავ ნელი ნაბიჯი დრო ევლო და 20 წამით იგრო გვიან მისულიყო ის ეთიოპელი გავიდოდა და იმას უკვე ვეღარ ნახავდა აი ეს არის ჩვენი ცხოვრება მაგრამ ამას როცა ჩვენ ვკითხულობთ ხო საერთოდ სახარება არის რა თქმა უნდა ეს არის და ნუ 60 კულოც მოციქულებიც რასაც წერენ ეს არის რა თქმა უნდა კონკრეტული ისტორია კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში, კონკრეტულ ტერიტორიაზე, მაგრამ აქ არის კრებსითიც არის. ჩვენ გვეუბნება ამით. სახარება, ბიბლია, ღმერთი გვეუბნება, რომ ხანდისხან არის ისეთი მომენტები, რომ 20 წამითაც დაგვიანება არ შეიძლება. განსაკუთრებით, როცა შენ ბრძანებას ღებულობ ღმერთისგან. როცა ბრძანებას ღებულობ ღმერთისგან. ხო? აი იქ ერთის აი როგორ უნდა მივხვდეთ მამა რა არის ღმერთის ბრძანება? აი მაგალითად მე მაქვს თავში ავარდნილი და ყველაფერი მგონია რომ აი ღვთიურს ვაკეთებ, აი რაღაცა ხო არიან რადიკალები მაგალითად ამ ხრივ რომ აი გონია რომ ღმერთმა დაავალა. სულ არ არის ღმერთის დავალება და შეიძლება ეშმაკის იყოს. აი როგორ უნდა გავარჩიოთ მამა, აი რომ ჩვენი მისია ჩვენ ხო საერთოდ რომ გაჩდი უკვე მისიონერი ხარ რა შენ აღასრულებ ზეცის ნებას ხო ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა ჩვენ ვართ აქ მივლინებით. ჩვენ ღმერთის მიერ ვართ აქ მივლენილები. აი როგორც თქვენ ახლა სამსახურიდან აი ახლა თქვენ რომ რაღაცა სადღაც წამოვიდნენ რომ რაღაც ქვეყანაში იაპონიაში გამოუშვეს ახალი ძალიან თანამედროვე ვიდეო კამერა და თქვენ ტელევიზიამ უნდა შეისყიდოთ და თქვენ რომ გაგაგზავნოთ იაპონიაში რომ თქვენ ჩახვიდეთ შეისწავლოთ მისი მუშაობა რამდენად ის სასარგებლო იქნება თქვენი სტუდიისთვის და შესაბამისად ჩამოიტანოთ. აი ესე ვარ დაბადებულები. და წარმოიდგინეთ რომ იქ ჩახვიდეთ და წახვიდეთ იქ სადღაც გაესეირნოთ იქ რაღაც ის აქეთ რაღაც დრო გაატაროთ და ის თქვენი მივლინების ის ამოცანა არ შეასრულოთ. დაბრუნდით უკან გეკითხებიან აბა გიორგი რაკენი და დაეწყო მოყოლა რომ იქ სადღაც იქ ვიყავი აქ ვიყავი იქ სუმოს დავების ტურნირს დავესარი და კამერაზე რაკენი რისვისაც დაგაფინანსეთ და გაგიშვეთ ხო აი ამაზე რაკენი აი ეს მივლინება ამას მოგთხოვს ეცავს კი რა თქმა უნდა ჩვენ და ამიტომ აი როგორ უნდა მივხვდეთ აი ზუსტად მაგას ვამბობ რომ როგორ უნდა მივხვდეთ რომ აი იმას რასაც ვაკეთებთ ზეცის კარნახია და არა ბოროტის ხშირი შემთხვევაა რომ ადამიანი იმდენად დაბალი აზროვნების არის ხშირად ხოლმე რომ ბოროტი ატყუებს იმიტომ რომ ამ ცოდვის გამო ჩვენი აზროვნება იბინდება სამწუხაროდ ჩვენ ნუ რა თქმა უნდა ის უნდა დადიოდეს ეკლესიაში ბევრი ეკლესიური ცდება ამ შემთხვევაში შეიძლება ყავდეს და რა თქმა უნდა ძალიან მეგობრობდეს წმინდა წერილთან. აი ზუსტად. მან უნდა სულ კითხულობდეს წმინდა წერილს. აი იცით რა იყო? მე 16 წლის ასაკში როცა პირველად გააზრებულად წავიკითხე ბიბლია. მე იმ დროს ძალიან ბევრ წიგნს კითხულობდი. მაგრამ როცა მე დავიწყე ბიბლიის წაკითხვა, მე მივხვდი რომ მე ჩაოლებრივ წიგნს არ ვკითხულობ.
რომ ღმერთი მელაპარაკება. ის სულ სხვა ეფექტი არის. აბა, სულ სხვა. წიგნების წიგნი. მე იქამდე ძალიან ბევრი წიგნი მქონდა წაკითხული. იყო დღეები, როცა ერთ წიგნს ვიწყებდი და ვამთავრებდი. მაგრამ აი როცა მე წავიკითხე ბიბლია, მე იმ წუთში, იმ წამსვე მე რო ვკითხულობდი, მე ვცნობდი, რომ ის სამყარო მე მელაპარაკება. ის სამყარო მე მეფერება. ის სამყარო მე რაღაც სიყვარულს მიგზავნის. აი სულ სხვა რაღაცა შენ რაღაც აი წარმოიდგინეთ რომ გაცივებული, გაყინული ადამიანი აი სადღაც ყინვაში იდგა მთელი დღე და შევიდა და თბილ აბაზანაში რომ შევიდა. აი დაახლოებით ასეთი ეფექტი არის. დაახლოებით ასეთი ეფექტი არის. ხო. მე თან მამა ვიცით რა არის აი ყველა წიგნი საიდანაც რაც არ უნდა წაიკითხო ყველაფერი თუ გაიაზრე ნორმალურად მიგიყვან სახარება აი ყველაფერს თავი და თავი არის მაინც რომ არა ღმერთი არც ის წიგნები აღარ იქნებოდა რომელიც შემდგომ შეიქმნა რა თქმა უნდა იქ ღმერთი გელაპარაკება იქ ყველაფერი ერთი და იგივე არის და რა ვიცი მე არ ვიცი ახლა რამდენად ის არის მე მინდა რაღაცნაირად შევეხოთ იმას რომ აი დღეს ეს სამწუხაროდ იცით უაზროდ აქტუალური გახადეს რა აი ეს LGBT-ის თემა და დაუშვათ ძალიან ბევრი ადამიანი გვეუბნება ну მე რა რომ ბიბლიაში არის აკრძალულიო მოდი ეს არ შევხედოთ ამ ნაწილსო ბიბლიაში რაც წერია ხო და მე მინდა აუხსნა რომ ბიბლია აი ხლა მინდა ეს კაი შედარება მოვიტანო თანაც რა ხდება იცით აი ჩემი კოლეგების ხანდისხან ერთი შეცდომა არის ასეთი რომ ისინი როცა საუბრობენ ესაუბრებიან იმ ადამიანებს ვინც უკვე მორწმუნე არის ხო ის იმას ისედაც ჯერა ეხლა მე რა გჭირდება ეხლა ჩემრევთან მე ეხლა რომ მე აქედან ისე ვისაუბრო როგორც მე ჩემრევს ვესაუბრები აზრი არ ექნება თო მე აუცილებლად მესმოდეს მე უნდა ის ვისაც ვიც ეჭვებში არის ვისაც ბოლომდე არ ესმის და დაუშვათ რატო არ გვაქვს ჩვენ უფლება რომ ბიბლიაში რამე ცვლილება შევიტანოთ და ამისთვის მოდით ახლა მე მინდა მოვიფიქრო აი ძალიან კარგი შედარება რომ გასაგები იყოს და ხო აი მოდით ასეთი რაღაც აი მოდით ასეთი შედარება აი წარმოვიდგინოთ ახლა თქვენ გიწევთ ხო ხალხისგან თვითმფრინავი დაფრინავთ ხო ძალიან კარგია და ჩვენ ვიცით რომ თვითმფრინავი ძალიან ბევრ საწვავს წვავს და შესაბამისად ძალიან ბევრ ჟანგბადს წვავს და ძალიან ბევრ CO-ს გამოყოფს. ათასობით ტონას წვავს, საწვავს და წარმოვიდგინეთ რამდენ CO-ს წვავს. და ეხლა წარმოვიდგინოთ ვიღაც იმან რა ქვია ეკოლოგებმა რომლებიც განიცდიან რომ CO ბევრი არისო და ან უნდა ის გაუფრთხილდეთ აი ამ ატმოსფეროს ეკოლოგიას კი გასაგებია მეც ვეთანხმები მაგრამ ამ შემთხვევაში მან თქვას რომ ეს თვითმფრინავი ძალიან ბევრს წვავს ამიტომ ქარხნულ პარამეტრებში ჩვენ თვითნებურად ჩავერიოთ და მოვაკლოთ იმის რა ქვია საწვავის მიწოდება ტურბინებზე და ნაკლები საწვავი წავიდეს ტურბინაზე ანუ ის ულით გაქვია მას ის სადაც გადის ეს საწვავი სადაც ხდება მისი ძალიან გაძლიერება ნაპორის და მე ამოიფრქვევა იმ ტურბინაში ხო და აი ის გასავალი გავანახევროთ რომ ნახევარი საწვავი გადიოდეს ანუ ჩვენ თვითნებურად შევიტანოთ ქარხანაში გაკეთებულ თვითმფრინავში რაღაც მის პარამეტრებში რაღაცა ცვლილება და თქვენ გებულობთ რომ თქვენ ახლა უნდა გაფრინდეთ თვითმფრინავში სადაც ცვლილებებია შეყვანილი და განახევრებული საწვავი მიეწოდება ანუ ქარხნულ პარამეტრებს ვიღაცამ შეეხო ჩაჯდებით თქვენ იმ თვითმფრინავში არა რა თქმა უნდა სულ ძალიან დრო შეგატრიონ იჭიდავებ იბრძოლებ რომ არ ჩავჯდები იმ თვითმფრინავში ხო იმიტომ რომ არის რაღაცა პარამეტრები აი ასევე ბიბლია ეს არის ის ქარხნული პარამეტრები რომელიც არის ხელშეუხებელი
ვერწერთ სიტყვას ვერ ჩაამატებ და ვერწერთ სიტყვას თქვენ ხო იცით მართალი სვიმეონი რატო დაისაჯა იყო მართალი სვიმეონი იყო რაბინი იყო სახურობდა იმ წმინდათა იმაში კიდობაში მსახურობდა და თავისუფალ დროს იწერდა ბიბლიას რომ იმ დროს გასაგები იყო რომ საბეჭდის სტანოგი არ იყო და არაფერი ბიბლიის გამრავლება თუ გინდოდა უნდა ხელით გადაგეწერა რა თქმა უნდა თავიდან ებრაელები ზეპირად იცოდნენ თავიდან ბიბლია არ იყო ძველ აღთქმას ხო თორა იცოდნენ ზეპირად დიახ თორა მთელი ბიბლია არა თორა იცოდნენ ზეპირად მაგრამ აკრძალული იყო ჩაწერა მისი და ზეპირად უნდა სწოდნოდათ მაგრამ ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედების დროს ძალიან ბევრი ებრაელი დაიღუპა იმ ბრძოლაში და პრაქტიკულად გაიყვა რომ 2 თუ 3 კაცი გადარჩა ვინც იცოდა ზეპირად და დადგა საკითხი რომ უნდა დაეფიქსირებია და მე იმის შემდეგ უკვე დარწესდება და უკვე ხელით იწერებოდა და ეს სიმეონი იწერდა და ჩვეულებრივ პატრიოტად იწერდა და ისე წინასწარმეტყველის ის არის ქალწულმა შვაზზე ეს მილქმელზეა საუბარი უთხრათ რომელმაც 300 წელი მართალი სიმეონი ხო და ეს ქალწულმა შვაზზე და ის დაეჭვდა ეჭვი შეიტანა ხო როგორ თუ ქალწულია როგორ უნდა შვაზზე და ერთი სიტყვა ქალწული გამოტოვა და ისე გადაიწერა ეს ბიბლია და უცბად ესე იგი მყისიერად ეცხადება მას ანგელოზი და უბნება სიმონ ესო რა ქენიო შენო ესო რა გაბედეო შენო შენ როგორ გაბედეო და ეჭვი შეიტანა იმაში რაც იყო დაწერილი და როგორ ამოიღე იქიდან ეს ერთი სიტყვა და ამის გამო შენ დაიჟები და ძიმედ დაიჟებიო აი ერთი სიტყვის გამოტოვების გამო და ეხლა ვიღაცა იძახის რომ მოდი დავდგეთ და ამოვაგდოთ მთელი სოდომ და გომორის და ეს ყველა ღმერთის მოთხოვნა ამის რახან შენ არ გაწყობს ხო რაღაცა ვიღაცას ის არ აწყობდა შეიძლება რომ მოდი თქვათ რომ სიტყვაზე პატივეცი მშობლესაში მე ეს ხო მოდერნიზაცია ხო ანუ ნელ-ნელა უნდა მოდერნიზაცია მოახდინონ ბიბლიაში რა თქმა უნდა ჩვენ კატეგორია წინამდეგი ვართ რომ მათ მიმართ რაიმე ძალადობა ჩატარდეს რაიმე ფიზიკური ისა ჩვენ ამას არასდროს არ ვემხრობით და თული დრო ის ადამიანია და რა კი ღმერთი ამას ითმენს მე რა უფლება მაქვს რომ რაიმე ძალადური ქმედებები მოახდინოთ და თუნდა ჩვეულებრივად იცხოვრონ მაგრამ საუბარი იმაზე რომ ჩვენ რაიმე რევიზია მათი საქციელი რომ გავამართლოთ და ამოვიღოთ ხო რამე რევიზია მოახდინოთ ბიბლიაში დავთქვათ რომ მოდი რა ეს არის შევარბი ხო რაღაცა მოხერხებული ისა იმას რო აქ ვისოცკისაგან ეს სიმღერა удобную религию придумали индусы ეს არ გჭირდება ჩვენ მოხერხებული რელიგიების გამოგონება არ შეიძლება ეს არის ბიბლია აი როგორც აი თვითფრინავი ქართული პარამეტრებით არის და არც ერთი ქართული პარამეტრი არის ხელშეუხებელი თორეკა პარალელებსავლეთ ხო აი წარმოგიდგეთ თქვენი თვითფრინავში რომ შეიტანოთ გინდა წავიონიკაში რაიმე ცვლილებები უბრალოდ ეს თვითფრინავი ვერ გაივლის დათვალიერებას და ლიცენზიას ვერ მიიღებს ფრენაზე თორე ის ქართული ყველა პარამეტრი უკლებლივ არის უნდა იყოს დაცული და თქვენ წარმოიდგინეთ ეს არის თვითფრინავი და ეს არის ბიბლია ღმერთისგან გამოსული აქ ადამიანების მიერ არის გაკეთებული და მაინც შენ არ გაქვს უფლება იმ ინჟინერების მიერ რაღაცა შექმნილ იმაში რაღაცა შეიტანო ეს ღმერთისგან არის დადგენილი როგორ შეიძლება და ამიტომ ეს ყველას უნდა გავაფრთხილოთ რომ ის რაც შეეხება რომ იქ ჩვენ რაიმე ბიბლიაში რაიმე ცვლილება შევიტანოთ ან რაღაც რაც არის დაწერილი თვალი დავხუჭოთ აი სირაქლემას პოლიტიკას ავიდრო უბრალოდ თავი ჩავყოთ მიწაში რომ არა ეს ვერ ხედავთ ამას არა ეს ყველაფერი დაწერილი არის და შესაბამისად აქ არის ის არის ეს მე უბრალოდ ეხლა პატარა ლილი ძალიან კარგი თქვით მამაო და მაშინ აი შემდეგ კითხოს აი აქ მოვაყოლებ ამას რომ რატო აი როგორ შეიძლება მამაო რომ აი ეს დაყოფილი არ იყოს ადამიანი რა აი დღეს რაც ხდება დღეს რომ
ხაოსი არის ესეთი, რომ ვიღაცას ვერ უგებს, ამდენი სექტა ჩამოყალიბდა, ამდენი ვითომ ცოდნე არის. რასთან გვაქვს აქ საქმე? ამ პარტავნებაა თუ რა არის? აი თუ შეიძლება. მოდით ძალიან კაი კითხვა დამისვით. აი მართლა ეს არის კითხვა და კითხვა. აი თქვენ საერთოდ იცით ხოლმე ძალიან ისეთი კაი კითხვის დასვა, იმიტომ რომ მეც ვატყობ რომ თქვენ ეტყობა ამით ცხოვრობ, თქვენ ეს გაწუხებთ. იცით როგორ არის ეს ქრისტიანობა, ეს შენ ამით უნდა ცხოვრობდე. შენ ეს თეორიის მასალა კი არ უნდა იყოს თეორიული განხილვის საგანი. შენ ამით უნდა ხო, აი, იცით როგორ არის დაახლოებით ქრისტიანი ადამიანი, მისი ქრისტიანული აზრები, ეს არის როგორც ფეხმძიმე ქალი, რომელიც აი ამას ატარებს და მე იმშობიარებს იმ ბავშვს. აი ასევე ეს იდეები შენ იმას ატარებ და მე რაღაც მომენტში უკვე რაღაც ჩამოყალიბებულად იმშობიარებ. და რა თქმა უნდა, თქვენ როცა მითხეთ ამ დაყოფაზე, მოდით ასე ვთქვათ, მე ყოველთვის ამ გადაცემაში როცა მოვდე რომ ვამბობ რომ არაფერი დღეს ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ახალი მოვიგონოთ. ეს ყველაფერი უკვე ისტორიულად არის. და მე მინდა გითხრათ რომ მოდით პავლე რას წერს? აი იმ დროს ადრინდელ ეკლესიაში რო ის რო კრიტიკულად წერს რომ აი ზოგი რო ამბობს რომ მე პავლესი ვარ, მე აპოლოსოსი ვარ, მე იმისი ვარო, მე ამისი ვარო, მაგრამ პავლე ამბობს რომ თქვენო ჩვენ კი დავთესეთო, მაგრამ ის რო თქვენ გაიზარდეთ ეს ქრისტემ გაგზარდა თქვენ. და ქრისტეს გარეშე არ არსებობს ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ჩვენ იცით როგორ არის. აი ახლა მე მინდა გითხრათ ჯერ აი დაუშვათ დღეს ჩვენ ვიცით რომ აი ქრისტიანობაში არის სამი ძირითადი დინომინაცია, ეს არის მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი. მაგრამ თვითონ მთლიანად აი კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი რო ავიღოთ, დათვლილი იცით რამდენი ქრისტიანული მიმდინარეობა არის? აი თქვენი საზრით რამე ციფრი მითხრით? 1000-ობით არის, ვიცი. აი რამდენია? ნუ მე მგონი 5000 რაღაცა. ერთი ნოლი მოუმატეთ. დათვალეს და 50000 მიმდინარეობა არის. აი ხო რაღაც ხუთიანი მახს 50000 მარტო 50000 მიმდინარეობა არსებობს დღეს. აი ხედავთ ეს შმაკი როგორ მოქმედებს, როგორ ყოფს ადამიანს. თითქოს ქრისტიანი ერთი, ხო? და წარმოიდგინეთ 50 მიმდინარეობა არის. აი დაუშვათ რუსეთში მე-17-18 საუკუნეებში, როცა მოხდა განხეთქილება სტარაბრიაცებზე, პატრიარქის ნიკონის დროს. აი სტარაბრიაცები რო გამოიყვნენ, ეს სტარავერებზეა, ხო? სტარავერებზე. იქ შეიქმნა 3000 მიმდინარეობა იყო. ტალკავაცა слово და აი დავუშვათ ალექსანდრე ვიღაცა ეტყოდა რომ აი მე ასე მწამს და მას გამოყვებოდნენ ხალხი და ალექსანდრეს ტოლკი იყო. მე ვიღაც პეტრე გამოეყოფოდა პეტრეს ტოლკი მერის და მარტო ჯერ თვითონ სტარავერები რამდენი იყვნენ სტარაბრიაცები ხო? იქ 23000 და სხვათა შორის ეს ჩოლებრად კი არ იყო ეს ადამიანები იმდენად ჯეროდათ, იმდენად მტკიცეთ იყვნენ, მიდიოდნენ ციმბირში, სადღაც იმალებოდნენ, რომ მათ მიეცათ საშუალება, რომ აი ამ წმენით ყოფილიყვნენ. ხო. და ისიც კი არის, რომ ეს ისტორიკოსი ერთი წერს, მე დამავიწყდა უცბად, მაგრამ წერს, რომ 20000-მა სტარავერმა თავი დაიწვეს პროტესტის ნიშნად. იმდენად იმაში. აი წარმოვიდგინოთ, ხო? ამ დროს რა იყო იქ უბრალოდ თავის დროზე რუსულად არასწორად თარგმნეს ბერძნულიდან, როცა პირველად თარგმნეს ბერძნულიდან, ბერძნული ენის ცოდნე, ბერძნული ენა ძალიან რთული ენა არის. კი. მე ვსწავლობდი ბერძნულს და ვიცი რა ის არის და გასაგები იყო რომ იმ თავიდანვე არ ყავდათ ისეთი კაი სპეციალისტი და რაღაც შეცდომებით თარგმნეს. და ეს იყო ცნობილი, მე ბერძნება როცა თვითონ რუსული ენა ისწავლეს რომ წაიკითხეს. მე დააფიქსირეს ეს შეცდომები. და თვითონ მართლაც მიხვდნენ და ამაზე მიდიოდა საუბარი და პატრიარქი ნიკონი იყო სხვათა შორის
ეს იყო პირველი პატრიარქი, რომელიც გლეხებისგან გახდა პატრიარქი. იქამდე სულ პატრიარქად უნდა არჩეული იყო წარმოშობით თავადიშვილი რაღაცა უნდა ყოფილიყო ისეთი და პირველად ეს ნიკონი რუსულ ისტორიაში გახდა მე-17 საუკუნეში ეს მან გახდა პატრიარქი იყო ჩვეულებრივი გლეხების შვილი იყო, მაგრამ საოცრად განათლებული იყო და ორ ბერს დაავალა და ხელახლა თარგმნეს ეს. და მართლაც სწორედ თარგმნეს, მაგრამ ამათ არ მიიღეს ეს. და გამოეყვეს, მაგრამ თვითონ მე 3000 იმათ გაიყვნენ. მე იყვნენ პაპოვცი, ბესპაპოვცები, ძალკე გაიყო და მთელი ამბავი. ამიტომ ეს გაყოფვა დევს, ანუ დაწყებული იმ მოციქულებიდან, რომლებიც ამბობდნენ მე პავლესი ვარ, ის პეტრესი, მე აპოლოსესი ვარ და ისა უკვე იმ დროს ესე იგი ეს დევს ადამიანის ბუნებაში გაყოფვა. და აი დღევანდელ დღეს უკვე აი ასეთი ოფიციალურად დათვლის დროს უკვე ქრისტიანობაში არსებობს 50000 მიმდინარეობა. წარმოიდგინეთ 50000. ერთმანეთად რო დათვალო დაიღლები. და რო შეისწავლო თითეული ხო? ხუთი ცხოვრება არ გეყო. არ გეყო. აი ეს არის. და ეს არის, ანუ მე მინდა გითხრათ ის რაც ხდება ჩვენში. ეს არ არის ჩვენი გამოგონილი. ანუ ეს სისტემურად დევს ადამიანში. და ამიტომ ამასთან ბრძოლა, სისტემურთან ბრძოლა მე ყოველთვის ვამბობ, რომ უფრო რთული არის. უფრო რთული არის და ამიტომ აქ სჭირდება ძალიან დიდი სიყვარული უფლისა და რატომ იცით? და ეხლა წარმოიდგინეთ აი ამდენი მიმდინარეობა. და დახეთ ეხლა აი ეს ადგილი, ყველაზე საინტერესო ადგილი. როცა პილატე ხო იყო წარმართი, მაგრამ წარმართებისთვის დამახასიათებელი იყო ინტერესი ფილოსოფიისკენ. ხო, ეს რომში თქვენთი ძველ რომში ეს ფილოსოფია ეს ისა და ამიტომ პილატე ტაციტუსი დაინტერესებული იყო ფილოსოფიით. და ქრისტეზე ძალიან ბევრი ქონდა გაგონილი და იცოდა რომ ეს არის ძალიან ბრძენი ადამიანი და იფიქრა მოდი გამოვიყენებ ახლა აგერ მომიყვანეს დაპატიმრებულია და მოდი ერთი გავიგებ რაღაც საინტერესო რაღაცას და მივიდა და კითხვა აბა ქრისტეს რა არისო ჭეშმარიტებაო და იფიქრა ახლა ქრისტე ეთყვის რაღაცა მოძღვრებაზე აუხსნის რაღაცა რაღაცას ისეთ რაც მას სჭირდება რა რომ მე გამოიყენოს და ქრისტემ რა უპასუხა მე ვარო ჭეშმარიტება დავით დააბრიეს პილატე. ხო, ქრისტე არის ჭეშმარიტება. ამიტომ მე არ ჯერა რომ თუ ადამიანში არ არის ქრისტე და ძალიან ღრმად არ არის ქრისტე, ის მასაკ რაიმე საერთო ჭეშმარიტებასთან. ხოლო ადამიანი ვისშიც არის ქრისტე, ვისშიც არის ღმერთი, მასში არის ჭეშმარიტება. აი რაშია საქმე. და აქედან სხვა დანარჩენი პირადი ეგოიზმია. ხო, რა თქმა უნდა, ის პირადი ადამიანური არის, ადამიანისთვის დამახასიათებელია, ადამიანისთვის დამახასიათებელია რაღაცის, იცი, ადამიანს უჭირს რომ ზუსტად გადასცეს. აი როგორც ფოტოაპარატი, ხო? ან ქსერო კოპირებული მანქანა რაღაცას იმას იზავს. ადამიანი თავის ის მაინც უნდა ჩაამატოს. თავის ელემენტი უნდა ჩაამატოს. ეს ამპარტაუნება და ხიბლია. ხო, მე მახსოვს მე ცხეთაში სწავლობდი. სასულიერო სემინარიაში. და ეს იყო 1980 წელი და მაშინ ცხეთას ყავდა ასეთი საფეხბურთო გუნდი მცხეთის არმაზი. და დამპატიჟეს ცხეთის მეორე ლიგაში თამაშობდა სხვათა შორის და გორის დილასთან ჰქონდა თამაში. და მე დამპატიჟეს რომ აბა მე როგორც ყოფილი სპორტსმენი აბა და დავესწარი იმ ფეხბურთის თამაშს და ჯერ მღვდელი არ ხარ. არა, სემინარიელი ვარ, პირველ კურსელი ვარ და თავი ლექციები რო დამთავრდა ყველაფერი, დამპატიჟეს იქვე სხვათა შორის სამთავროდან, აი აქ სადღაც 200 მეტრში იყო ეს სტადიონი. ანუ 200 მეტრში და მითხრეს რომ ეხლა მცხეთის არმაზი თამაშობს, თუნდა მცხეთას ხარდაჭერა დაიზავკრა და ჩვენ წავედით რომ მცხეთის არმაზს ასე ხარდაჭერა ისავკრა. და თამაში რო დამთავრდა, ეხლა სახელებს გვარებს არ დავასახელებ. მაგრამ მეკითხებო. მე მეორე დღეს უფრო სწორედ
კითხა რომ როგორ მოგეწონა ჩვენიო გუნდის თამაში და მე ცოტა იმ დროს ცოტა რაღაც მიყვარდა ასეთი ცოტა გახუმრება ცოტა ეპოტაჟი მიყვარდა და ავდექი და საქართველოში დინამო თბილისის ერთი ძალიან ცნობილი ფეხბურთელი სახელი და გვარი დავასახელი ეხლა არ ვიტყვი ნუ ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი წამყვანი იმ დროს დინამოს ერთ-ერთი წამყვანი და ესეთი რომ ვიტყვიან ფეხბურთელი და რაღაც ისო რომელიც სახელი ყველას პირზე ეკერა და რაღაცა და მე ვუთხარი განა მე ვთქვი მარტო კი არ მომეწონაო მე ვთქვი ამ თამაშსო ეს პიროვნება წესრებოდა ტრიბუნებზე უყურა და მასაც ძალიან მოეწონა მცხეთის არმაზის ეს თამაში და ეს უთხარი უბრალოდ ხუმრობით ცოტა გული მოუგე რაღაც ისო და რა ხდება გადის დაახლოებით 3 დღე და უკვე აი ამ წრეებიდან მეუახლოვებული ოღონდ სხვა ადამიანი მოდის და მე მეუბნება იმას უყურებიო კაი შენო ახალი ამბავიო მე ვთქვი რა და იმ ფეხბურთელის სახელს და გვარს ასახელებს რომელზე თქვენი ხუმრობ ხო რომელზე მე ვიხუმრე რომ მანო უყურა ჩვენი მცხეთის გუნდის თამაში და ისე მოეწონა რომ ანებებს დინამოს თავს და გადმოდის ჩვენთან სათამაშოდ ამათ აი ჩემი ნათქვამი იქ მცხეთაში იმოძრავა ჩემა ნათქვამა იმოძრავა და მე მივხვდი რომ ეს ჩემი ხუმრობა იყოს მაგრამ მე ვთქვი ძალიან ასე ლაიტად მე ვთქვი უბრალოდ ვთქვი რომ ტრიბუნებზე ესწრებოდა და უყურა ამ თამაშს გასაგებია რომ ის იქ არ დაესწრებოდა არც უყურებდა მეტი საქმე არ ქონდა მაგრამ ნუ მე აი ასე ხუმრობით ეს ვთქვი და ჩემი გამო ეს ნათქვამი დაამატეს და ხო იმდენად ესე იგი გაიზარდა რომ ჩემთან ისე მოვიდა როგორც გადაწყვეტილი ამბავი რომ ტოვებსო დინამოსო და გადმოდის ჩვენთან სათამაშოდ აი ხედავთ როგორ ხდება ინფორმაციის დამახინჯება თუ იმას შენ არ გაუფრთხილდი და იმიტომ როცა მე ვსაუბრობ რომ ჩვენ იმ ბიბლიის ტექსტს უნდა გაუფრთხილდეთ აბა რა თან რომ მართლმადებლობა რაც შემოეხ ყველაზე ჭეშმარიტი და ყველაზე ძველი და ყველაზე მთავარი ხო ბიბლიის ტექსტი ეს არის ძალიან გასაფრთხილებელი ტექსტი კი გასაგებია ჩვენ ძველი აღთქმა ბოლომდე ის არ გვაქვს ტექსტუს რეცეპტუსი არ გვაქვს ხო ძველი აღთქმა მაინც ჩვენ უკმაყოფილო ვარ ძველი აღთქმის თარგმნით მაგრამ ძალიან რა თქმა უნდა ახლოს არის და ჩვენ რა თქმა უნდა თვითონ რუსეთშიც ეს არსებობს ეს უკმაყოფილობა და ყველგან ძველი აღთქმა იმიტომ რომ ძველი აღთქმა საერთოდ ებრაული ენა ძალიან მცნება ტევადი ენა არის იცით და იქ ამიტომ ეს თარგმნა არის ძალიან რთული ვერ ერგება სხვა ენებს იცით როგორ არის აი ჩვენთან როცა ჩვენ რო ვკითხულობთ დაბადებაში რომ ღმერთმა ერთ დღეს შექმნა ის დღე პირველი იყო დღე მეორე იყო დღე მესამე დღე მეოთხე ხო წერია დღე მაგრამ თორაში ჩვენ როცა უშუალოდ ებრაულად ვკითხულობთ აი სიტყვა რაც არის გულს ხო ჩვენ შევიდეთ ლექსიკონში აი როგორც ინგლისურში არის ასეთი ზმნა to get ოქსფორდის ლექსიკონი ჩვენ გვაძლევს 70 მის მნიშვნელობას აი ეს გულს ეს ებრაული სიტყვა ჩვენ ლექსიკონში ჩავხედოთ იქ ლექსიკონში ნახავთ დღე 100 წლედი 1000 წლედი და 1000 წელზე უფრო დიდი განუსაზღვრელი პერიოდი შეხედეთ რა ნუ თარჯიმანმა ყველაზე იორი აზრი ჩადო მაგრამ ის ებრაელი როცა კითხულობს ამ სიტყვას ებრაულად მისი აღქმა როგორია ის კითხულობს მაგას როგორც დღეთ თუ აღიქვამს როგორც 100 წლედად როგორც 1000 წლედად ან უფრო დიდ განუსაზღვრელ პერიოდად აი კითხვათა კითხვარი ხო და თუ ჩვენ ჩავსვავთ 1000 წელზე უფრო დიდი განუსაზღვრელი პერიოდი, მაშინ მეცნიერებასთან საერთოდ არავითარი კოლიზია აღარ არის. რასაც მეცნიერებამ რომ იყო ძალიან დიდი პერიოდები, უბრალოდ ღმერთისთვის 1000 წელი ვითარცა ერთი დღე არის. აბა. ხო. იმიტომ რომ იცით როგორ არის, ეს ჩვენ დრო საერთოდ დრო, აი ეს ეფექტი დრო, როგორც ასეთი არსებობს იქამდე, სანამ არსებობს მომაკვდავი მატერია.
ხო, ზუსტ, აუ რა კაი რაღაცა. ღმერთი არის დროის გაღმა. ღმერთი არის ზომება დროით. იმიტომ რომ ის არ და მისი ქმედებაც ვერ იზომება დროით. ეს ჩვენ ვართ დროზე მიბმული. იმიტომ რომ ჩვენი დრო არის ამ დედამიწაზე ძალიან მოკლე არის ხან. და დროებითი. დროებითი, ხო, სიტყვა დროებითი, დრო, ხო. და იმიტომ არის ეს, თორემ როგორც ასეთი, ხო, როგორც ასეთი. ღმერთისთვის დრო მეორედ მოსვლის შემდეგ დრო აღარ იარსებებს. ანუ ვინც აგროვებს იმებს, რა ქვია, საათებს და კოლექციებს, საათების ძვირფასა და დიდფულს იხდის, შეგიძლიათ გადაყაროთ ეს საათები. იმიტომ რომ საათს არის კრეონი მეორე მოსვლის შემდეგ დრო აღარ იარსებებს. ამაგრა ამოს. ხო, დრო აღარ არსებობს. ეს სხვათა შორის მეორედ მოსვლაზე მინდა აუცილებლად რაღაცებით ჩაგეკითხოთ. უბრალოდ მამაო აი ხა ერთი წუთი გადაგვრჩა ბოლოს თითქმის და ისა რა ქვია, შემდეგ იმაზე სარეკლამო შემდგომ აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად ამაზე ვისაუბრებთ, მინდა რომ არ გადართოთ. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი, დღეისთვის საოცრად აქტუალური გასავლელი. და ძალიან გამიხარდება სხვათა შორის აი კაი არის რომ ეს აი წარმოიდგინეთ ახლა წინა გადაცემები როგორც იყო 1 საათით მამაო ესე რო ყოფილიყო უცად ახლა ვეღარ მოვასწრებთ ვერაფერს მადლობა ღმერთს და მადლობა ილიას სუხტი ჩემ პროდიუსერს და იმ ადამიანებს ვინც მართლა აი ესე რაღაცნაირად გააკეთა ისე რომ დიდი ხნით ხართ თქვენ დიდი მადლობა მამაო და აუცილებლად კიდე ხშირად იქნება ხოლმე ესეთი დროები როცა ესეთი საინტერესო მოძღვრები გვეყოლება ხოლმე აუცილებლად მე დაუთმობ ხოლმე მამაო რომ მოდის იმდენად აი განიხილავს ფართო და იმდენად ღრმა განიხილავს იმ თემებს, რაც ჩვენთვის არის ძალიან სასარგებლო, რომ არანაირი დრო არ მყოფს. ის 1 საათის ახლა რო გვექნება, ამის მერე ის არ გვეყოფა, მაგრამ დაგველოდეთ აუცილებლად სარეკლამო ჭრის შემდგომ დაგიბრუნდებით აუცილებლად.